ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ აკაკი-წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა. შოთა მურღულია სტუდენტებს უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში შეხვდა. ლექციის თემა მართვის მენეჯმენტი და ფინანსების ეფექტური ხარჯვის საკითხები იყო. საჯარო ლექციას უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. Pirmkārt, ჩემთვის საინტერესო იყო მერმა გაგვაცნო ის საჯარო სამსახურის განვითარების სტრუქტურა, გაგვაცნო ბიუჯეტის მართვის სისტემა და სტრუქტურა. ძალიან საინტერესო იყო. ვფიქრობ, საჯარო მართვის სპეციალისტ სტუდენტებს გამოათქვათ აღნიშნული ინფორმაცია. საჯარო ლექციის შემდეგ შოთა მურღულიამ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. ქუთაისის მერის შეხვედრა სტუდენტებთან ახალგაზრდების ინიციატივით შედგა. ჩემთვის ასეამოვნო პროცესია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 15 წელი ავკითხულობ ლექციებს და საჯარო ლექციის ჩატარება განსაკუთრებით რა თქმა უნდა, ჩემთვის ასეამოვნო არის განსაკუთრებით სტუდენტებთან, ანუ ადამიანებთან, რომლებიც არიან ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მოაზროვნე და განვითარებაზე ორიენტირებული ასაკის მქონე ადამიანები. რა თქმა უნდა, სხვაებიც, მაგრამ ეს ასაკი განსაკუთრებით გამოირჩევა და ზოგადად როგორ არის ადგილობრივი ბიუჯეტი მოწყობილი, რა პრობლემების წინაშე დგას ქალაქი თუ ამ შემდეგ ძალიან საინტერესო გამოვიდა ჩემი აზრით.